მოგესალმებით, წარმოგიდგენთ Property Leader Spotlights. ჩაწერა მიმდინარეობს ულამაზეს გარემოში, შინუჩი. სასიამოვნოა, რომ ასეთი სერია დაიწყო პოდკასტების. დღევანდელი პოდკასტის თემა აქედან გამომდინარე დავაზუსტებ არის, რომ ქალაქგეგმარება, ანუ თბილისის მომავლის დაგეგმვა. სამწუხაროდ არ ვიცით ფასეულობების გამოყენება. ახსენეთ, ტყეში ჩაფლული ტერიტორია. ეს ტყე ხო თავისთავად ფასეულობაა და ბუნებრივია, რომ ერთი-ორად ზრდის ფასს ამ ტერიტორიისა. ეს შინუდის მესვეურებმა ძალიან კარგად იციან და სწორედ ესეთი ადგილი შეარჩიეს. თბილისის ზღვაზეც რო ერთი-ორი სიტყვით ვისაუბროთ, რა იყო დაგეგმილი და რა შეიძლება განხორციელდეს. მე გეტყვით რა იყო დაგეგმილი. დაგეგმილი იყო ის, რომ პრაქტიკულად დღეს თბილისის ზღვას ვერ მიუახლოვდებოდით. იქ სადაც სარეკრეაციო ტერიტორიები გვაქვს, იქ ზონა არ უნდა შეიცვალოს სამშენებლო ტერიტორიებით. თბილისი ხო მონოცენტრული ქალაქი ახლა, იყო ყოველ შემთხვევაში აქამდე და ცდილობს ახლა პერიფერიებში მშენებლობებით და სერვისების მიწოდებით და განვითარებით, რომ ეს დაძლიოს. ვერისხეობის ადიდება და ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს, იმიტომ რომ დღეს ვხედავთ, რომ იმ ადგილებში, სადაც ეს ტრაგედია მოხდა, ისევ ხდება განაშენიანებები, ხო? ჩვენ შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ბუნებასთან ბრძოლა და ომი ჩვენი გამარჯვებით ჯერ არ დამთავრებულა, ყოველთვის ვაგებთ და ყოველთვის მსხვერპლით დავდება როგორც წესი ხოლმე. ათუმისთვის აი ქალაქის სანაპიროს პირველ ზოლს მოვაცილოთ გვინდა განაშენიანება, იმიტომ რომ დიდი კედელია უკვე ხო მართალია ზღვასა და დანარჩენ ქალაქს შორის და ქალაქის შიგნით გადმოვიტანოთ. რაც შეეხება ფოთს, მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ფოთი პრაქტიკულად გენგეგმაში ყოველ შემთხვევაში და გენგეგმის მიხედვით და გედეგეს ვაკეთებთ აგრეთვე განაშენიანების დეტალურ გეგმას მალთაყვისას ვერ იცნობთ უბრალოდ ისეთი რაღაცა კეთდება. ეს არის რეანიმირება ნამდვილად ქალაქისა, მაგრამ ახლებურად იწყებს ცხოვრებას. ეს ტრადიციული ქალაქი იმ მხრივ, რომ უდიდესი ტურისტული პოტენციალი იშლება. პოდკასტის წარმოდგენია Dreamland Oasis ჩაქვი. Wellness უძრავი ქონების პირველი დეველოპერი საქართველოში. პოდკასტის პარტნიორია შინვუდი. მიწის ნაკვეთები ტყის შუაგულში. იდეალური ადგილი სახლის ასაშენებლად. თბილისიდან 23 კილომეტრში. საგურამოს მიმდებარედ. Property Leader Spotlight. უძრავი ქონების პირველი სექტორული პოდკასტი საქართველოში. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ Property Leader Spotlights. ეს არის Property Georgia-ს პლატფორმა, რომელიც ქმნის სივრცეს უძრავი ქონების მფლობელების, ინვესტორების და გადაწყვეტილებით მიღების პირთათვის. მე გახლავართ შოთა საგანელიძე, საპროექტო Team2-ს თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მოგესალმებით, მე ვარ ნუცა მდარეიშვილი, საპროექტო ორგანიზაცია Team2-ს თანადამფუძნებელი და მთავარი არქიტექტორი. ჩაწერა მიმდინარეობს ულამაზეს გარემოში, შინუჩი, რომელიც თბილისიდან 23 კილომეტრში, საგურამოსთან ახლოს მდებარეობს. ტერიტორიაზე არის სრულად მოწყობილი ინფრასტრუქტურა და არის სრულად ჩაფლული ტყეში. დიდი მადლობა შინუს მასმიძლობისთვის. დღევანდელი პოდკასტის ჩვენი სტუმარი არის ბატონი მამუკა საულუქვაძე, ურბანისტი, CIT ინსტიტუტის საქართველოს დამფუძნებელი და დირექტორი. მოგესალმებით ბატონი მამუკა. მოგესალმებით. მოგესალმებით მამუკა. სასიამოვნოა ჩემთვის თქვენთან სტუმრობა, სასიამოვნოა რომ ასეთი სერია დაიწყო პოდკასტების, რომელსაც ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი მაყურებელი ეყოლება, ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია არის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. მე თავად მსმენელი ვარ და მნახველი ამ გადაცემის და მაყურებელი და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ წარმატება უსურვოთ გადაცემას. დღევანდელი პოდკასტის თემა აქედან გამომდინარე დავაზუსტებ არის, რომ ქალაქგეგმარება, ანუ თბილისის მომავლის დაგეგმვა. პირველი კითხვით მინდა თქვენ მოგმართოთ ბატონო მამუკა, როგორც მიმდინარე გენგეგმის ავტორი ერთ-ერთი, თუ მოგვიყვებით რა იყო ამ გენგეგმის დამუშავების მთავარი გამოწვევები, რა იყო მნიშვნელოვანი პროექტები თბილისში, რაც მოხდა ამ გენგეგმაში და
აი 1-2 სიტყვით რომ მოგვიყვეთ ამის შესახებ. შევეცდები, თუმცა 1-2 სიტყვით ძალიან ძნელია გენგეგმის მოყოლა. საერთოდ ვამბობ, რომ ყველაზე უფრო რთული არის გენგეგმა მოყვე. გენგეგმა არის დოკუმენტი, რომელსაც ალბათ გაეცნობა თითოეული ადამიანი, მით უმეტეს რომ ის საჯარო დოკუმენტი არის, როგორც წესი და გამოქვეყნებულია და ყველას თავისი ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება აინტერესებდეს სხვადასხვა სფეროები, იმიტომ რომ მოგეხსენებათ თქვენ ძალიან კომპლექსური დოკუმენტია. ანუ ურბანული განვითარების ყველა სფეროს მოიცავს, ეს ჩვეულებრივი ამბავია და ხო ალბათ კითხვაც იმაში მდგომარეობს, რომ მართლა რამ გამოიწვია, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ფორმაციის ცვლილების შემდეგ, საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ დამოუკიდებელ საქართველოში გენგეგმა პრაქტიკულად არ გაკეთებულა, იყო 2009 წელს დამტკიცებული ოპერატიული გენგეგმა, ასე ერქვა იმ დოკუმენტს, თუმცა ის ნამდვილად ოპერატიული იყო და ბევრ იმ კითხვას არ პასუხობდა, რომელიც შემდგომში ჩვენს გენგეგმაში უკვე აისახა. ოპერატიული, ანუ უფრო რაღაცა მარტივი ვერსია. დიახ, მარტივი ვერსია, რომ გაადვილებულიყო ალბათ იმ პერიოდში მოკლე დროში გაადვილებულიყო, ხო, გაადვილებულიყო ნებართვების გაცემა და გარკვეული პროცესები დაერეგულირებინა, თუმცა ეს ვერ მოხდა. დამერწმუნებით თქვენს გახსოვთ ეს პერიოდი ვერ მოხდა და აი ესეთ ქაოტურ მდგომარეობაში მოხერხდა ის, რომ ქალაქის მერიამ გამოაცხადა კონკურსი თბილისის მიწათსარგებლობის, მაშინ ესე ერქვა მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე. ეხლა მე არ ახვწერ რა მდგომარეობა იყო, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მახსოვს ვიცემერთან მქონდა შეხვედრა, როცა იწყებოდა და გითხრა რომ იქნებ როგორმე გადაგვარჩინოთ და გადაარჩინოთ ქალაქი. აი ესეთ მდგომარეობაში იყო მაშინ თბილისი. გახსოვთ უამრავი საპროტესტო აქციები იყო, ვინსად აშენებდა, რას აშენებდა, როგორ აშენებდა და აი ამ ქაოტური განაშენიანების მოწესრიგება იყო ერთ-ერთი პირველი მიზანი იმ რეგულაციების შემოღებასთან ერთად, რომელიც სრულიად აუცილებელი იყო ამ პროცესის რაღაც ჩარჩოებში მოსაქცევად. ბუნებრივია, რომ თქვენ მოგეხსენებათ საკმაოდ დიდი ჯგუფი მუშაობდა გენერალურ გეგმაზე რამოდენიმე წლის განმავლობაში, მათ შორის გერმანელები, ფრანგები, ქართული ჯგუფები, სიტი ინსტიტუტი საქართველოს, რა თქმა უნდა, ლიდერი ორგანიზაცია და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გენერალური გეგმა დაიდო იმ დროისთვის, რომელიც დღესაც აქტუალურია დიდწილად. აქ თავარი ერთი არის, რომ თავარია მიიყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ გეგმას, იმიტომ რომ თვითონ მოიწონეს, თვითონ დაამტკიცეს და იცით, რომ ის ნორმატიული აქტის სახეს ატარებს, ნორმატიული დოკუმენტია და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ძირითადი კონცეპტუალური მიგნება, რაც იყო და კონცეპტუალური შეთავაზება, პრინციპები, რომელიც იდო გენგეგმაში და დევს ეხლაც, ის იყოს განხორციელებული და არ გადაუხვიოთ იქიდან. ძალიან ბევრი თემა არის. მე არ ვიცი ახლა უბრალოდ საიდან დავიწყო მართლა გულახდილად გეუბნებით, იმიტომ რომ აქ რეკრეაციაც არის, აქ არის აი 4 ძირითად პრინციპზე გავამახვილებ მაშინ ყურადღებას და იქნება ამას ჩავეჭიდოთ, ხო? ეს არის თბილისი კომპაქტური ქალაქი, ანუ ქალაქი და ჩვენ საზღვარივით დავაწესეთ, თქვით რომ ქალაქის განაშენიანებულ ტერიტორიაზე გაგრძელდეს ხო, რაღაც განაშენიანების პროცესები და ბუფერად შევინახოთ განაშენიანების გარეთ. თბილისის საზღვრებში, მაგრამ განაშენიანების გარეთ არსებული ტერიტორია. რატომ? რამ მოგცა ჩვენ ამის თქმის საშუალება? კვლევებმა ჩვენ გვანახა, რომ 8 მილიონ კვადრატულ მეტრზე უკვე გაცემული იყო ნებართვები, რაც უნდა აშენებულიყო. შეიძლება ძალიან მცირე რაოდენობა დაწყებული იყო, მაგრამ აი მე გაცემულ ნებართვებზე გეუბნებით ახლა ლაბარაკი იყო იმაზე, რომ გარეთ გასვლა ქალაქის საზღვრებს, ანუ ქალაქის განაშენიანების გარეთ გასვლა არ იყო რეკომენდირებული, იმიტომ რომ ქალაქის შიგნით იყო იმდენი ტერიტორია, დაახლოებით 600-700 ჰექტარი ბრაუნფილდების ტერიტორიები იყო, რომლებიც უბრალოდ გასაღებით ჰქონდათ მესაკუთრეების დაკეტილი და იქ არაფერი არ ხდებოდა, აი ამოგლეჯილი იყო განაშენიანებიდან და დამეთანხმებით ახლა ეს საწარმო ტერიტორიები თავის დროზე კი ქალაქის გარეუბნებში იყო, მაგრამ შემდეგ ქალაქი განვითარდა და ის უკვე ცენტრალურ ნაწილებში, ხო დიდუბეში მაგალითად, ხო ის ძალიან საკმაოდ საინტერესო ტერიტორიებზე ლილოში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ საბურთალოზეც მათ შორის. აი ესეთი ტერიტორიები იყო, რომელზეც თავისუფლად შეიძლებოდა განაშენიანება წასულიყო და რა კიდევ ერთი მთავარი. ეხლა კარგად ვიცით და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, რომ ეხლა ქალაქის განაშენიანების გარეთ როცა რაღაც ტერიტორიას აგეგმარებ, იქ მაპატიება რა, არც კომუნიკაციებია, ხშირ შემთხვევაში არც გზებია, არც სერვისის ობიექტებია. იქ მაცხოვრებელ ადამიანს სერვისის ობიექტისთვის ხშირად უწევს ხოლმე ისევ ქალაქში ჩამოსვლა და დატვირთვა ქალაქისა, ხო მართალია? აქედან გამომდინარე, აი ამ ტერიტორიებზე მე რაც მოგახსენეთ ბრაუნფილდებზე და არა გრინფილდებზე, როგორც ხო ერთი პერიოდი და ეხლა საკმაოდ ისეთი მშენებლობები მიმდინარეობს. ბრაუნფილდებზე
ყველაფერი უზრუნველყოფილი იყო პრაქტიკულად ქალაქის ორგანიზმში იყო და იქ თავისუფლად შეიძლებოდა სხვადასხვა ფუნქციის მქონე რაღაც განაშენიანების შექმნა, შერეული იქნებოდა, არ არის აუცილებელი მაინდა-მაინც საცხოვრებელი რო ყოფილიყო, ჩვენ არ ქონდა ესე ჩაფიქრებული, გინდა თუ არა საცხოვრებლით გაგვევსო იქაურობა. ისედაც გაცემული ნებართვები პრაქტიკულად უსაცხოვრებელი იყო. გასაგები მიზეზების გამო, ხო, საცხოვრებელი კარგი იყიდება და აქედან გამომდინარე. და ამბობდით, რომ ამ ტერიტორიების, ამ 600 ჰექტარის, 40% მაინც გამწვანებას, რეკრეაციას დაეთმოს, რომ ქალაქის განაშენიანებულ ნაწილში 2 ჰექტრამდე იყო, ბოდიში 2 კვადრატულ მეტრამდე იყო გამწვანება. თითო ადამიანზე. თითო ერთ სულ მოსახლეს. ძალიან დაბალი მაჩვენებელია, როცა 18, 20, 25 ითვლება ნორმად და რო არის ქალაქები, სადაც 50, 60 და 100 კვადრატული მეტრი არის ერთ სულ მოსახლეზე და ეხლა ჩვენ ისეთ კლიმატურ პირობებში ვარ და ისეთ ხეობაში ვცხოვრობთ, რომ ნამდვილად საჭიროა მოგესწრება თქვენ განიავებაც, გამწვანებაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ ვიცი, აი სხვა კარგად შეკავშირებული ქალაქი, მწვანე ქალაქი, მედეგი ქალაქი, აი ეს ის ძირითადი პრინციპებია და ალბათ თქვენ კითხვებში მე კიდე დავაკონკრეტებთ რაღაც. ანუ მე როგორც ვიცი, ანუ ფაქტიურად სრულიად განსხვავდება ბოლო გენგეგმისგან თქვენი მიდგომა, იმიტომ რომ 75 წლის გენგეგმაში პირიქით იყო, რომ ქალაქი უნდა გაზრდილიყო. არ არის გასაკვირი. რა თქმა უნდა, იქ საერთოდ სხვა მიდგომები იყო. ინდუსტრიული განვითარება, გამეთანხმებით ხო, გაფართოება ქალაქის. გაფართოებაზე არ იყო ლაპარაკი. ლაპარაკი იყო იმაზე, რომ რაციონალურად გამოგვეყენებინა ჩვენ სწორედ ტერიტორიები და სწორედ კომპაქტურობა აქედან გამომდინარე ითქვა, რომ არ არის საჭიროება ქალაქის გაფართოებისა. ქალაქი საკმაოდაა გაფართოებული, ქალაქის შიგნით შეიძლება რაციონალურად და ოპტიმალურად განვითარება. აქ არ არის ლაპარაკი, რომ ორ სახლს შორის 7 სახლი უნდა ჩავსვათ. იყო და არის ტერიტორიები და სხვათა შორის იცით რა გარეუბნებში, ახლა ქალაქის განაშენიანების გარეუბნებში დაიწყო მშენებლობა და მე მგონი არაფერი ცუდი არ ხდება. არც პროტესტი არ არის. სწორია, იმიტომ რომ ქალაქის ცენტრში ვითარდებოდა ყველაფერი, ქალაქის გარეუბნებში არაფერი არ ხდებოდა. საერთოდ დაკარგული იყო ის ყურადღებას არავინ არ აქცევდა და საკმაოდ არაპრესტიჟული იყო და მოდი აბა შევადაროთ ახლა ფასები ქალაქის გარეუბნებში რამდენად აიწია მშენებლობების ფასებმა. ხო მართალია. და ეს ბუნებრივი და სწორი პროცესი არის. ახლა მე კი არ ვამბობ, რომ მე თვითონაც შეიძლება უკმაყოფილო ვარ, ფასები ძალიან მგონია გაზრდილი, მაგრამ ბუნებრივია რომ მშენებლობები უნდა წავიდეს ყველგან, მათ შორის პერიფერიებში, სადაც ამისი ტერიტორიაცაა, ამისი ადგილიცაა და ამის სიმჭიდროვეცაა. თან მით უმეტეს, როგორც ვიცი, თქვენ გენგეგმაში კარგად იყო გაწერილი თვითონ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ნაწილიც. დიახ, ჩვენ მართალი გითხრათ კულტურულ მემკვიდრეობაზე ახლა დიდი აქცენტები არ გავიკეთები ერთი უბრალო მიზეზის გამო, იმიტომ რომ ქალაქს გააჩნია, არსებობს კანონი, ქალაქს გააჩნდა თავისი კონცეფცია და ბუნებრივია ამ კონცეფციას უნდა მიყოდოდა ჩვენ გეოგრაფიკის გაკეთებული რამდენადაც მე მახსოვს და არის უბრალოდ და ჩვენ ვამბობდით რომ ამ კონცეფციას მივყვეთ. და ეს კონცეფცია იყოს დაცული. ჩვენ უფრო მეტად ყურადღება გავამახვილებთ იმ საკითხებზე, რომლებიც საერთოდ შესწავლილიც არ იყო. აი მაგალითად ოპერატიულ გენგეგმაში ბევრი საკითხი არ იყო. ქალაქის შეტრიალება მდინარისკენ. ხო? ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. თავისთვის მიედინება, ჩვენთვის ცხოვრობთ, გეგონება ეს ნაკირავები ან ვიღაცისა ეს მდინარე და ეს არის ფასეულობა. ჩვენ სამწუხაროდ არ ვიცით ფასეულობების გამოყენება. ახსენეთ ტყეში ჩაფლული ტერიტორია. ეს ტყე ხო თავისთავად ფასეულობაა და ბუნებრივია რომ 1-2-რად ზრდის ფასს ამ ტერიტორიისა. ეს შინუდის მესვეურებმა ძალიან კარგად იციან და სწორედ ესეთი ადგილი შეარჩიეს. ჩვენს ქალაქში უამრავი ფასეულობა გვაქვს. ჩვენ თუ ახლა გამწვანება გავჩეხეთ და იქ შენობები ავაშენეთ, რა თქმა უნდა ეს ფასეულობები დაიკარგება, მაგრამ გამწვანების გამოყენება იმისთვის რომ ფასი გაიზარდოს, ხო, იმისი რასაც დეველოპერები აშენებენ, ეს ძალიან ბუნებრივია და პირიქით ამას სწორედ გაფრთხილება და განვითარება ჭირდება. აი, ქალაქის შებრუნება მტკვრისკენ ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ჩემი აზრითაც და მე პირადად ქალაქგეგმარებელი არ ვარ და არ ვიცი როგორ უნდა განხორციელდეს ეგეთი რაღაცა და თქვენ როგორ გქონდათ უნდა მივიდეს ადამიანი მტკვართან. ეხლა თქვენ შეიძლება თქვათ რომ ეს რომ ესეთ მტკვართან მისვლას მირჩევნია არ მივიდე. აქ ლაპარაკი იმაზეა რომ როდესაც პოლიტიკა გააჩნია ქალაქს და ამბობს რომ მე ამაზე უნდა ვიმუშაო, ის მაშინ იმის გაწმენდაზეც იფიქრებს. ტყვის კომპლექსურად ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეც იფიქრებს, იმიტომ რომ ეცოდინება რომ რეკრეაციული ტერიტორიებით, საპარკო ზონების გაჩენით, საველოსიპედო, საფეხმავლო რაღაც გარკვეული ბილიკების გაჩენით, ხო, ადამიანებს მიუახლოვებ
მტკვარს და მტკვარი უკვე საკმაოდ ისეთი გახდება, ხო? ცნობადიც გახდება და შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ სამდინარო ტრანსპორტზე, შეიძლება ბევრ თემაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ეხლა რაზე უნდა ვილაპარაკოთ თუ ეს საკითხები არ შევისწავლეთ. ძალიან კომპლექსური თემა გამოდის, რადგან საკმაოდ ესეთი ხერხემალი არის თითქოს სატრანსპორტო იმის და ამის გადატანა უნდა მოხდეს, მაშინ ქალაქი უნდა დაიჭროს. ან ბევრი ყავს დარწმუნებული მაგის წინააღმდეგი, რომ ახლა კი ამას მოხსნით ამ სატრანსპორტო კვანძებს, მაგრამ მე ის სადღაც ქალაქში გამოვა და კიდე უფრო მოხდება. რა თქმა უნდა, ესე არ უნდა, იმიტომ არსებობენ დარგი სპეციალისტები, იმიტომ არსებობს გენგეგმა და იმიტომ არის სატრანსპორტო სქემები, რომ სწორედ ამას აარიდოს. ესე ხო არ ხდება, რომ იცით რა მე ასე მინდა ეს რაც გენგეგმაშია ყოველ შემთხვევაში შევერად ჩავდეთ ყველაფერი სწორედ კვლევების საფუძველზე იყო არც ერთი გადაწყვეტილება კვლევის გარეშე იქ არ ჩაგვიდვია უბრალოდ ესე მინდა ან ამბობდნენ ხოლმე რომ კეთილი სურვილების რაღაცა ეს არის ზარდახშავა არა კეთილი სურვილების არა რა თქმა უნდა კეთილი სურვილები გვექნებოდა ბოროტი რატომ უნდა მქონოდა მაგრამ აქ ლაპარაკი იყო რომ თვითოულ ამ სურვილს და თვითოულ ამ შეთავაზებას ან რეკომენდაციას ეს უფრო სწორი არის თან ახლდა საფუძვლად სწორედ ძალიან ფუნდამენტური კვლევები ამა თუ იმ სფეროში. კვლევა და მეთოდოლოგია რა თქმა უნდა რომელიც გამოცდილია სხვა. როდესაც ვამბობთ რომ მოდი გავხსნათ ჩვენ კოლექტორები, ხო? და გარკვეულ ტერიტორიებს, სადაც მცირე მდინარეები გაედინება, მოგეხსენება თქვენ და ათეულობით არის. ძალიან ბევრია თბილისში რომელიც თავის დროზე დაიფარა მიწით, ხო? ეს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოდან რომ დაიწყო, დაიფარა მიწით, დაასფალტებულია და იმ ტერიტორიაზე ხშირად თვითონ აი ეს საინჟინრო მოწყობილობები ამორტიზებულია ხოლმე, ჩაიშლება ხოლმე და იმაზე ნებართვის გაცემას ახერხებენ. იმაზე. წარმოიდგინეთ ახლა იმაზე რომ საძირკველი იქნება გაკეთებული და იმაზე რომ კორპუსი აშენდება. აი ჩაშლილ კოლექტორზე, მაგალითად. ძალიან საინტერესო არის მახსოვს რომ არაერთი კონკურსი არის გამოცხადებული მტკვრის ტერიტორიაზე, რაღაც არქიტექტურული კონკურსები უფრო მეტად, თუმცა განხორციელებული მე რეალურად უკვე განხორციელებული მე არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში. დიღმის ჭალების კონკურსი ჩარჩოგეგმასავით გააკეთა მე 2015 წელს. დიღმის ჭალების სწორედ აქედან გენგეგმიდან წასული თემა იყო. ჩვენ დაახლოებით 100 ჰექტარზე ვამბობდით, რომ გაკეთდეს მე როგორც ვიცი შემდეგ უფრო შემცირეს ალბათ უკვე შეიჭამა გარშემო მაგრამ ნუ ეხლა იქ რაც ხდებოდა და რატომ იყო ეს წინადადება წასული რომ იქ საპარკო ზონა გაკეთებული იყო იმიტომ რომ ბუნებრივად მოედინება მტკვარი დანარჩენი თბილისისგან განსხვავებით აი ამ ხეობაში და აქედან გამომდინარე ვამბობდით რომ მოდი აი ფასეულობების შენარჩუნებაზე იყო მოდი შევინარჩუნოთ ეს ან დირსისკენ ხო იქაც იგივე პარკი დავგეგმეთ ჩვენ ერთადერთი ახლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამწვანებული ტერიტორია რაც უნდა ვთქვათ და ვახსენოთ და ძალიან დიდი საქმე გაკეთდა ეს არის თემკაზე გაკეთდა სახალი პარკი რომელიც აგრეთვე გენგეგმამ დასახა, ანუ ეს წინადადება ჩვენ წარვადგინეთ, შემდეგ კონკურსი გამოცხადდა და გენგეგმა ეს გაკეთდა. ანუ ეს რეალურად არის თემკისხევი, ხო, ძალიან კარგია, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ მართ საშინელი მდგომარეობა იყო იქ, დღეს მოწესრიგებულია და ასეთივე შეთავაზება ჰქონდა დიღმის ჭალებს. მე მაინტერესებს აი კიდე დიღმის ჭალები ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი პროექტია რომელიც გენგეგმაში იყო გაწერილი კიდე რაღაცა აი რა პროექტებია სხვა ეგეთი მნიშვნელოვანი ვიცი რომ აი ეს დაყბადაღებული თემა არის ელიავას თემა ხო ელიავას თემა ნამდვილად იყო ჩვენთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ იცით რა არის რა ვიცი ხა მესმის რომ ცოტა საფრთხილო თემა ადამიანები მუშაობენ დასაქმებულები არიან ჩვენ არ ვამბობდით რომ ვინმე სამსახურიდან უნდა გაგდებულიყო ან წასულიყო ესეთი რაღაცა არც მოგვიფიქრებია ჩვენ ვამბობდით რომ საპარკო ზონად გადაიქცეს ეს ტერიტორია და ელიავას ბაზარი თქო ორ ადგილას გადანაწილდეს იქ სადაც ტერიტორია შესაფერისი არის შედარებით პერიფერიული ადგილებია მაგრამ იქ ტრანსპორტიც მშვენივრად მოძრაობს და ვისაც აინტერესებდა ელიავასნაირ ბაზრობაზე მისვლა ის მივიდოდა მაგრამ რა ვიცი ახლა თბილისში ცხოვრობდა რომ შევხედავთ კარგია ახლა ეს მოსაწონია ლამაზია ვთქვათ ესთეტიკურად კარგია ეკოლოგიურად კარგია რა ვიცი მე მგონი მესვეურებსაც არ მოწონთ მაინდა-მაინც მისი მდგომარეობა მაგრამ ნუ გასაგები მიზეზების გამო ბრძნელია ალბათ ამდენ ადამიანთან ამიტომ თქვით ჩვენ საკმაოდ კომპრომისულ წინადადებაზე წავით და მერია ამ შემთხვევაში რომ მოემზადებინა განაშენიანების დეტალური გეგმა ან განაშენიანების რეგულირების გეგმა უფრო სწორი იქნება თბილისისთვის და აი სწორედ მის ფარგლებში დამატებით კვლევებს ეთქვა რისი გაკეთების საშუალება არის თუ არა საშუალება ამის გაკეთებისა და
შემდეგ რატომღაც შეწყდა ამაზეც საუბარი. ძალიან რთულია ალბათ, როცა ამდენ კერძო საკუთრებასთან გაქვს საქმე. ჩვენ გვესმოდა ჩვენ წინააღმდება წარვადგინეთ, ხო ჩვენ ვარ გვიტყვი ახლა ხვალე გადადით ან ზე გადადით ჩვენ ვამბობდით რომ მიგვაჩნია რომ ქალაქის განვითარებისთვის ეს იქნება სწორი წინააღმდება. ხო, ანუ მანდ მე უკვე რაღაც საერთაშორისო ის იქნება კერძო საკუთრებასთან როგორ უნდა მიუდგე და როგორ უნდა გააკეთო საერთაშორისო. მე მესმის რომ ახლა მერიისთვისაც თავსატეხი იყო შეიძლება და თქვა კერძო მესაკუთრეებისთვისაც, მაგრამ შეიძლება და დაალაპარაკება ალბათ და ყოველთვის შეიძლება დაალაპარაკება და ამ პრობლემის რაღაცნაირად გადაჭრა ისე რომ არავინ არ დაზარალდეს, არავის არ აქვს ინტერესი ვინმეს დაზარალებისა. ნამდვილად არა აქვს. მე მგონია რომ ეს როდესღაც ალბათ აუცილებლად მოგვარდება ეგ საკითხი, მაგრამ ნუ ერთ-ერთი პირველები ჩვენ ვიყავით ვინც ეს საკითხი ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ალბათ ბევრს აქვს აზრად მსგავსი რა, მაგრამ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ოფიციალური დოკუმენტის კეთებისას ეს გააჩვენა. ისე სხვადასხვა ზონებში შევეხეთ თბილისის და აქვე ალბათ თბილისის ზღვაზეც რო 1-2 სიტყვით ვისაუბროთ რა იყო დაგეგმილი და რა შეიძლება განხორციელდეს. მე გეტყვით რა იყო დაგეგმილი. დაგეგმილი იყო ის რომ პრაქტიკულად დღეს თბილისის ზღვას ვერ მიუახლოვდებოდით. დაგეგმილი იყო რომ ეს ჩვენთვის, ჩვენი აზრით, აუცილებლად შესანარჩუნებული საჯარო სივრცე გამხდარიყო კერძო სივრცეთ. და თბილისის ზღვა ესე ხელწამოსაკრავი თემა არ არის. ხო, დამეთანხმებით თბილისისთვის ისიც ძალიან დიდი ფასეულობა არის, რომლითაც ყველამ უნდა ისარგებლოს, ვისაც ამით სარგებლობა უნდა. ამიტომ ჩვენ გარკვეულ პროექტებზე ვთქვით, რომ მოდით აიწიოს, ანუ ნაკლებად იყოს სიახლოვეს თბილისის ზღვასთან, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ეს ლანდშაფტური და რეკრეაციული ტერიტორიებისთვის დაგვეთმო ეს ტერიტორია და რასთავარი არის, დაიწყო მუშაობა სანიტარული დაცვის ზონებზე, იმიტომ რომ ვიცით თქვენ სასმელი წყლის რეზერვუარია და არ ქონდა პრაქტიკულად ნორმალური სანიტარული დაცვის ზონები, რომელიც შემუშავდა. რომელმაც გარკვეულ კითხვებს გაცაპასუხა, სად შეიძლება, როგორ შეიძლება, რანაირად, იმიტომ რომ სხვადასხვა მეტრაჟი არის, 100 მეტრით უნდა იყოს დაცილებული თუ 1000 მეტრით თუ 50 მეტრით, ეს ყველაფერი შემდეგ უკვე სპეციალისტების მიერ განისაზღვრა. კიდე ერთ თემაა, რომ ეხლა ძალიან საერთაშორისო პრაქტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია გენდერული მიდგომა დაგეგმარებისადმი და მსგავსი კვლევები თუ ჩატარდა გენგეგმის შემუშავებისას, ანუ გამოკითხული ვთქვათ უფრო ქალების, ბავშვების, მოხუცების და იმათი საჭიროებები თუ იყო გამოკვლეული და როგორ ჩაიდო ეს მე გენგეგმაში მაგ საკითხი. მესმის, გარკვეული გამოკითხვები რა თქმა უნდა ჩატარდა, მაგრამ ეხლა ჩვენ ამ საკითხს არ შევეხეთ, როგორც ქალებისთვის რაღაც შესაბამისი სივრცეების შექმნა. ჩვენ თვლიდით რომ ყველასთვის კომფორტული უნდა იყოს თბილისში ცხოვრება, თბილისში გადაადგილება და მათ შორის ეს ველობილიკებზე როცა არის ლაპარაკი, როცა არის ფეხით მოსიარულეებისთვის, ანუ პრაქტიკულად სატრანსპორტო ის ამოვატრიალეთ. ჩვენ გენგეგმაში ვთქვით რომ არა, კერძო მანქანა და ბოლოში ფეხით მოსიარული არა, ჯერ ფეხით მოსიარულე, შემდეგ ველოსიპედისტი, შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ხოლო შემდეგ მოდის უკვე კერძო მანქანა. დამეთანხმებით რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბევრად უფრო განვითარდა და მე მიმაჩნია რომ ეს ერთ-ერთი დამსახურება არის მათ შორის გენგეგმის. მე ძალიან კარგად მახსოვს რომ საკრებულოში ტარდებოდა ველოსიპედის და შეკრება და თავმჯდომარე ვერ მოვიდა ველოსიპედისტთა ასოციაციისა, ვერ დააყენა ველოსიპედი. ეგეთი დროც იყო. აი გენგეგმაზე მუშაობა გქონდა დაწყებული. ეხლა მაპატიეთ, მაგრამ სულ სხვა სურათი არის და ამასაც გარკვეულწილად ძალიან კარგია რომ გენგეგმა მიცა ბიძგი. ანუ მიწვდომადობა, ხო რაღაცა განათების საკითხები, რაღაც განაშენიანების საკითხები, სადაც ყველამ შეიძლება რომ კომფორტულად მიიღოს რაღაც გარკვეული ფასეულობები, ეს რა თქმა უნდა დევს გენგეგმაში. ბუნებრივია რომ ის ყველა ჯგუფისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ყველა ჯგუფზე არის გათვლილი. მე ერთი შეკითხვა მაქვს კიდე, როგორც ვიცი, თბილისის გენგეგმა სივრცით კოდექსთან უნდა იყოს, შესაბამისობაში უნდა მოვიდეს 29 წელს, დიახ, ივნისში თუ არ ვცდები და მაინტერესებს ეხლა აი ამ გადმოსახედიდან უკვე რამდენი წელია გასული გენგეგმის მიღებიდან, რა გამოწვევებთან იქნება ეს პროცესი დაკავშირებული თბილისისთვის? თავად გამოწვევასთან იქნება დაკავშირებული, ეს არის გადახედვა თბილისის გენგეგმის. ეს გენგეგმა მე-7 წელია ხო უკვე დამტკიცებული არის, გადასახედია. აუცილებლად გადასახედია. მე იმას კი არ ვამბობ, გადასახედია, კარგი გაკეთდა თუ ცუდი გაკეთდა, კარგი გაკეთდა, გადასახედია, რამდენად სრულდება, რამდენად პასუხობს გარკვეულ
რეალობებს, რომლებიც ჩამოყალიბდა, ხო, ამდენი წელი გავიდა და ბუნებრივია 29 წელზე კიდევ უფრო მეტი რეალობა იქნება ალბათ ახალი. გადასახედია და რევიზიასთან ერთად შემდეგ შეიძლება ჩვენ დავიწყოთ ფიქრი, ხომ არ არის რაღაც გარკვეული ცვლილებების შეტანის დრო. ხო? ბუნებრივი პროცესია, ჩვეულებრივი პროცესია და რა თქმა უნდა, სწორედ აი რეგლამენტში იქნება ცვლილებები თუ რაშიც იქნება ცვლილებები, ეს ყველაფერი გათვალისწინებული უნდა იყოს უკვე განახლებულ დოკუმენტში. მე არ ვამბობ, რომ ძირეულად შესაძლებელი არის გენგეგმა, პირდაპირ შემიძლია თქვა, რომ ყველა ეს 4 პოსტულატი, რომელიც ან კონცეპტუალური მიმართულება, რომელიც ჩვენ ჩავდეთ, დღესაც მუშაობს და იმუშავებს კიდევ კარგი ხანი. ძალიან ცოცხალი ორგანიზმი არის და სულ მუდმივ განახლებას ეს ბუნებრივია. ზონები ციცვლება, რა თქმა უნდა, გენგეგმაში ცვლილებას ზოგი ისე აღიქოს, გეგონება დაღუპეს გენგეგმა. კონცეპტუალური ცვლილება არ უნდა განხორციელდეს. იქ სადაც სარეკრეაციო ტერიტორიები გვაქვს, იქ ზონა არ უნდა შეიცვალოს სამშენებლო ტერიტორიებით. სიტყვაზე ვამბობ, ხო? იქ სადაც ვამბობთ, რომ აი აქ ლანდშაფტური ტერიტორია, დასაცავია, იქ არ შეიძლება რომ განაშენიანება განვითარდეს გარკვეული მიზეზების გამო და ჩვენ ეს ყველაფერი კვლევაში გვაქვს ჩადებული, თორე ეხლა გაიმიჯნება მიწის ნაკვეთი და რა თქმა უნდა მესაკუთრე შეეცვლება იმას სხვანაირად მოუნდება რაღაცის გაკეთება, ეგ ჩვეულებრივი პროცესი არის, მაგაში არაფერი ეს ბუნებრივია. ხო, მთავარი მიდგომა რაც არის გენგეგმის აი 4 თქმა რას ვთქვით, ის არ უნდა შეიცვალოს. ის არ უნდა შეიცვალოს, კი. ხა მართლა ცოცხალი ორგანიზმებითაა და ქალაქთან ერთად და დროსთან ერთად ვითარდება რა. არ შეუზღუდია. იცით რა, გონიათ რომ გენგეგმა არის აი შემზღუდავი რეგლამენტი და რაღაც ყელში წვდა ვიღაცას და დაახჯო. არ არის ეგრე. ჩვენ ბევრი ტერიტორია მივანიშნეთ, სად უნდა განვითარებულიყო ქალაქი, ან როგორ უნდა განვითარებულიყო და პოლიცენტრულობა ალბათ თქვენს კარგად იცით. ჩვენ გენგეგმაში აი კომპაქტურობასთან ერთად შემოვიტანეთ, პოლიცენტრულობა შემოვიტანეთ, რაღაც ჩვენი მოგონილი კი არ არის, მაგრამ თბილისი ხო მონოცენტრული ქალაქია ახლა, იყო ყოველ შემთხვევაში აქამდე და ცდილობს ახლა აი პერიფერიებში მშენებლობებით და სერვისების მიწოდებით და განვითარებით, რომ ეს დაძლიოს. სწორედ ამაზე იყო ლაპარაკი რა, ცენტრის იქით ქალაქი არ ვითარდებოდა და ამ ცენტრს ამეთი დატვირთვა აღარ შეეძლო. ანუ ეს საცობები და ეს ყველაფერი მაგედან არის წამოსული, ის ყველა ვინც მუშაობს, ცხოვრობს ქალაქს გარეთ, უწევს რომ ამიტომ თქვით, რომ იგივე გლდანში იქნებოდა, დიდი ღომთან იქნებოდა, ისტ-პოინტთან იქნებოდა თუ რაღაცა მსგავს ტერიტორიებზე, ან დიდუბის სადგურთან, ხო? მეტროს სადგურთან. ეს ტერიტორიები განვითარებისთვის გამოიყოს, განვითარდეს ეს ტერიტორიები, ისინი ისედაც ვითარდებოდა ზოგიერთი ტერიტორია. დამეთანხმებით ახლა გლდანის მეტროსთან, ისედაც ვითარდება, ხო, ტერიტორია. მიცემოდა ამას რაღაც ორგანიზებული სახე და ეს ტერიტორიები ყოფილიყო, აი სწორედ ესეთი დიდი მიზიდულობის ცენტრები, სადაც სერვისის ობიექტებიც იქნებოდა, რეკრეაციაც იქნებოდა, ადამიანს არ დაჭირდებოდა გასვლა თავისი საცხოვრებელი უბნიდან, ასე ვთქვათ. ან ეხლა ოპერაში წავიდოდა, რა თქმა უნდა, ოპერა ეხლა ყველა უბანში არ არის აუცილებელი რომ გაკეთდეს და არც უნდა გაკეთდეს, მაგრამ ეხლა ბევრი სერვისი არის, რომლის მიღებისთვისაც არ არის აუცილებელი, ან პარკში, ალექსანდრეს ბაღში არ არის აუცილებელი, ხო, ყველა მიაროს თავისთან უნდა შეიძლება რომ კონდეს შვენიერი კეთილმოწყობილი საპარკო ზონა. სასურსათო მაღაზიისთვის არ უნდა გჭირდებოდეს რომ მანქანა გამოიყენო. რომ ჩაიცვა და მანქანაში დაждდა და წახვიდა ეხლა რაღაც 20 კილომეტრში მაგალითად რა. აი ესეთი საკითხები დამუშავდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბევრი რაღაცა კეთდება. ნამდვილად კეთდება, ნამდვილად ვატყობთ, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა არ მოგწონს ტემპი, არ მოგწონს ბევრი რამ და მიგვაჩნია რომ ბევრი რამ უნდა იყოს გათვალისწინებული, რაც გენგეგმაში არის ასახული. ბატონო მამუკა, დღეს არის შუა ივნისი და ჩვენ გვახსოვს დაახლოებით 11 წლის წინ 2015 წელი იყო თუ არ ვცდები. ზუსტად ამ პერიოდში მომხდარი ძალიან დიდი ტრაგედია თბილისში. როგორ არის? ვერისხეობის ადიდება და ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს, იმიტომ რომ დღეს ვხედავთ, რომ იმ ადგილებში, სადაც ეს ტრაგედია მოხდა, ისევ ხდება განაშენიანებები, ხო? მზიურის კალაპოტი იქნება ეს თუ აი ნაფეთრებისკენ ვერის კალაპოტში ვერის ხეობაში. ამ მიმართულებით რა გაკეთდა გენგეგმაში, რა ჩაიდო და სრულდება თუ არა ეს ნარატივები გენგეგმის მიხედვით? 2015 წელს საფხულის ბოლოს გამოცხადდა კონკურსი. 2 თვით ადრე დაახლოებით მოხდა ეს დიდი ტრაგედია. ბუნებრივია, ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, როგორ შეიძლება ჩვენ უშველოთ აი ამგვარ პრობლემებს და მედეგი ქალაქის კონცეპტუალური მიმართულება სწორედ ამას პასუხობდა, როდესაც ჩვენ სპეციალურად მერიასთან ერთად შემოვიტანეთ ეს. თავდაპირველად არ იყო 3 კონცეპტუალური მიმართულება იყო.
გადა იმიტომ რომ ჩვენ არ ავსახეთ ეს ყველა მიმართულებები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული აი როგორ გითხრათ აი ლოგიკურად ერთიდან გადადის მეორეში მეორედან მესამეში ტრანსპორტი განაშენიანებაზეა მიმული რეკრეაციაზეა მიმული განაშენიანება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ სპეციალურად გამოვყავით კიდე და აბსოლუტურად ვეთანხმები მე ამას იმიტომ რომ ბევრი გავაკეთეთ კიდევაც იმისთვის რომ გენგეგმაში ასაყულიყო მსგავსი საკითხები მაგალითად საშიში გეოდინამიკური პროცესების რუკა რომელიც თქვენ ძალიან კარგად იცით არსებობს საჯაროდაც არის ინტერნეტში სადაც ჩვენ და სპეციალისტებმა ამ შემთხვევაში სენი იყო ჩვენი პარტნიორი ძალიან კარგად მივანიშნეთ იმ მასშტაბში რომელშიც მუშაობთ რომ არის საშიში გეოდინამიკური პროცესების ტერიტორიები თბილისი არ არის ჩვეულებრივი რაღაცა მარტივი აგებულების ხო მართალია საკმაოდ რთული რელიეფისაა და ქვაბულია და აქედან გამომდინარე ვამბობდით რომ ყურადღება მისაქცევი აი ამ საშიშ ზონებზე ხო ჩვენ ხო კარგად ვიცით რომელი ფერდი იშლება ხოლმე ხშირად მეწყერ საშიში რომელია ტრაგედიების ბევრჯერ განვიცადეთ დინარეების ადიდებაც და ვარცოფის ბევრჯერ ვნახეთ აქედან გამომდინარე ბუნებრივია რომ ეს ჩვენ დავაფიქსირეთ და ეს მერიას გადავეცით როგორც სახელმძღვანელო წითელი მოყვითალო ზონა და მწვანე ზონა და ახლობით ეს გრადაცია გვაქვს ფერების წითელში არ ნიშნავს რომ არაფრის მშენებლობა არ შეიძლება ჩვენ ვამბობთ რომ მერიამ ათჯერ უფრო მეტი ყურადღებით განიხილოს ეს ტერიტორიები და ისე გაცეს სამშენებლო ნებართვები იმიტომ რომ აქ არის პროცესები რომელსაც უნდა ყურადღების მიქცევა მიკროსკოპის კვეს უნდა გაატაროს და ერთი ფურცლით კი არ შემოიფარგლოს გეოლოგის დასკვნით არამედ საკმაოდ ისეთი ფუნდამენტური კვლევების საფუძველზე გაცეს რომ ჩვენ შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს იმიტომ რომ ეს ყველაფერი ბუნებასთან ბრძოლა და ომი ჩვენი გამარჯვებით ჯერ არ დამთავრებულა ყოველთვის ვაგებთ და ყოველთვის მსხვერპლით დავდება როგორც წესი ხოლმე მადლობა ღმერთს ყოველთვის არა მაგრამ ხშირად და 2015 წლის შემთხვევაც სწორედ ამაზე მეტყველებს რამხელა მსხვერპლი მოყვა აი ამ ფაქტს მე მაინტერესებს ვიცი რომ სხვა ქალაქის გეგმებზეც მუშაობ და მაგალითად ბათუმი, ფოთი ძალიან საინტერესოა იმ მაგაზეც 1-2 სიტყვით ვიცი რომ ძნელი. კი, მეგონი ამას მეკითხე. კი, აი ზუსტად მან მიდიოდა ჩემი კითხვაც რომ თბილისის და ბათუმის მიმართულებით განსაკუთრებით იმიტომ რომ ეს ორი უფრო დიდი ქალაქებია და რა თქმა უნდა სხვა ქალაქებშიც თუ არის მსგავსი პროცესები ძალიან საინტერესო იქნება. მოსმენა გენგეგმის მიხედვით ახალი საინვესტიციო მიწების განსაზღვრა თუ მოხდა რაღაც ახალი არეალების აღმოჩენა, ახალი ფუნქციური დანიშნულების აღმოჩენა თუ მოხდა იმ პერიოდში, ან შესაძლოა წეგან ისაუბრეთ თქვენ, რომ აი ხა შეიძლება რაღაცა რევიზიისავით მოხდეს და შეიძლება ეხლა დაემატოს რაღაცები, შეიძლება მაშინ არა, მაგრამ ეხლა მოხდა ამის დანახვა. აი ამ საკითხს მინდა შევეხოთ და უფრო კარგად გავიაროთ. მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ყველა ქალაქთან დაკავშირებით, ან ყველა დასახლებასთან დაკავშირებით, რომლის გენგეგმაც გავაკეთეთ, ან სივრცის დაგეგმარება, ყველგან არის არეალები, საინვესტიციო ტერიტორიები, რომელსაც ჩვენ თავაზობთ მუნიციპალიტეტებს ამ დამკვეთს. მათ შორის, რა თქმა უნდა, იგივე მოხდა ბორჯომში, მათ შორის, რა თქმა უნდა, იგივე იყო ბათუმში და იგივე არის ფოთში. მეცაც გეტყვით. ჩვენ ამ ქალაქების თქვა ამ შემთხვევაში ბათუმს ნაკლებად ეხება, მაგრამ ბორჯომს და ფოთს ნამდვილად ეხება, პრაქტიკულად რეანიმაციის მცდელობები დავიწყეთ, იმიტომ რომ ეს ქალაქები ფოთი თავისებურად, მაგრამ შვენიერი კურორტი ბორჯომი, რომელიც დღეს იმ ფუნქციას პრაქტიკულად ვეღარ ასრულებს და ამეთანხმებით და იგივე ჭირს ფოთსაც, ხო მართალია დიდი საპორტო ქალაქი თავისი ტრადიციებით, რომელიც ნუ რა ვიცი ჩამკვდარ მდგომარეობაშია მიუხედავად ძალიან დიდი მცდელობებისა ქალაქის მესეურებისა, რომელთანაც ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და ძალიან დაინტერესებულები არიან, რომ გენგეგმამ აი ამ მდგომარეობიდან იქნებ გამოიყვანოს მართლა ფოთი. უნდა გითხრათ, რომ ყველგან, მათ შორის ბათუმში ახალი არეალები შევთავაზეთ. ახალი არეალები, სადაც დაახლოებით ბათუმისთვის აი ქალაქის სანაპიროს პირველ ზოლს მოვაცილოთ გვინდა განაშენიანება, იმიტომ რომ დიდი კედელია უკვე ხო მართალია ზღვასა და დანარჩენ ქალაქს შორის და ქალაქის შიგნით გადმოვიტანოთ აი ეს განაშენიანების ტენდენციები ორი საკმაოდ დიდი ტერიტორია მთისძირში და ბენზეს ტერიტორიაზე, ეგრეთ წოდებულ ბენზეს ტერიტორიაზე, აი კონსული სადაც ჩენდება იმის მოპირდაპირე მხარე არის, იქ შევთავაზეთ. ეს არის
აი ორგანიზებულად, განაშენიანება ორგანიზებული, ესე დავინახეთ ჩვენ და ესეთი წინადადებები შევთავაზეთ, სადაც შეიძლება მრავალ ჩერეული ფუნქციები იყოს, სადაც სასწავლო ცენტრიც შევთავაზეთ მათ შორის ბენზეში, ძალიან საინტერესო ტერიტორია იყო მთის ძირში მაგალითად, სადაც 40,000 ადამიანის განთავსება შეიძლება, საცხოვრებლებით უზრუნველყოფა შეიძლება და ნუ რა არის ახლა ბათუმი ამხელა ტერიტორია, რომ ძალიან დიდ მასშტაბებზე იყოს ხო ლაპარაკი, ზღვის სანაპიროზე წადვილად შეიძლება მოხვედრა 1-2 კილომეტრში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება ფოთს, მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ფოთი პრაქტიკულად გენგეგმაში ყოველ შემთხვევაში და გენგეგმის მიხედვით და გედეგეს ვაკეთებთ, აგრეთვე განაშენიანების დეტალურ გეგმას მალთაყვისას ვერ იცნობთ უბრალოდ ისეთი რაღაცა კეთდება. ეს არის რეანიმირება ნამდვილად ქალაქისა, მაგრამ ახლებურად იწყებს ცხოვრებას ეს ტრადიციული ქალაქი იმ მხრივ, რომ უდიდესი ტურისტული პოტენციალი იშლება მალთაყვაში. უდიდესი 700 ჰექტარზე გავაკეთეთ განაშენიანების დეტალური გეგმა. წარმოიდგინეთ, განაშენიანების დეტალური გეგმა გაკეთდა 700 ჰექტარზე. საინტერესო. დასრულებული პროექტია არის, დასრულებულია. აი ახლა ვაბარებთ რა კონცეფცია. აი ახლა საბოლოოდ კონცეფცია უკვე დამტკიცდა და საბოლოოდ უკვე ჩაბარდება ახლა. სადაც არის დიდი სპორტული ჰაბი, საფეხბურთო სტადიონი 20,000 კაცზე და დიდი სპორტული ნაგებობები, სასახლე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ყინულის მოედანი და ასე შემდეგ, სადაც არის იპოდრომი, საკმაოდ დიდი მასშტაბის, სადაც არის სასტუმროები, აპართ-ჰოტელები უამრავი და ძალიან ესეთი ნორმალური მასშტაბის, რომელიც ადამიანურ მასშტაბს არ ცდება და მით უმეტეს ახლა ფოთში ისეთი რელიეფია, რომ იქ ნამდვილად შეიძლება რომ აიტანოს ხო სიმაღლეც მათ შორის და საცხოვრებელი დიდი კომპლექსები. არა ნაკლები იქაც 40,000 მაცხოვრებელზე შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს და უამრავ სტუმარზე კიდე და ვიზიტორზე. აი პრაქტიკულად იცვლება, ანუ ეს ქალაქი რომელიც პორტზე იყო ჩამოკიდებული, ეხლა საერთოდ სხვა ფუნქციებითაც ვითარდება. პორტად რჩება, რა თქმა უნდა, სამგზავრო პორტს თავაზობთ. არ არის. იყო, მაგრამ ჩაყლაპა პორტმა ეხლა მის ტერიტორიაზეა ის სადგური, რომელიც არსებობდა. რომ მოხერხდეს სანაპიროს გასწვრივ, სწორედ ადრე იყო თუ გახსოვთ კატერები იყო, რომელიც ესე აკავშირებდა ერთმანეთს, ხო? არა მარტო საქართველოს ქალაქებს, არამედ გადადიოდა უკრაინაში, ბულგარეთში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამის აღდგენა გვინდა იახტ კლუბები და მოკლედ ძალიან ესეთი მჭიდრო კავშირები ეროვნულ პარკთან, კოლხეთის ეროვნულ პარკთან და აგრეთვე პალიასტომის ტბასთან. ნუ აი ვერ წარმოიდგენთ ისეთი მასშტაბის რამ არის ჩადებული გენგეგმაში თავარია განხორციელდეს. ძალიან მაგარია, იმიტომ რომ მართლა ულამაზესი ადგილები არის. ულამაზესი ადგილებია და დღეს იქ არაფერი არ ხდება. არაფერი არ ხდება, რაღაც ბუნებრივად რაღაც ეს ადგილებია. თვითონ ქალაქიც ძალიან ლამაზია. ქალაქის ცენტრში ჩვენ აი ამ ისტორიული ბირთვის გაძლიერებას ვაპირებთ, რა თქმა უნდა, აი დაახლოებით ისეთივე სტილში ალბათ როგორც თბილისი გაკეთდა თავის დროზე, როგორც ქუთაისში იყო ხო, აი ქალაქის ცენტრალური ნაწილის რეკონსტრუქცია და დატვირთვა სხვადასხვა ფუნქციებით, კომერციული ფუნქციებით, მათ შორის სასტუმროებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან დიდი ნაკლებობაა ამ ყველაფრისა და ამეთანხმებით ალბათ ფოთში არ ვიცი როდის იყავით და აი ესეთი ლამაზი და კარგი ქალაქი და ქალაქი რომელიც არის დაგეგმარებული ხო მეორე სხვა ქალაქისგან განსხვავებით ნიკოლაძის პერიოდში აი ეს ქალაქი გვინდა რომ რაღაც სულ სხვანაირი სახით წარმოჩინდეს მალე და ერთ-ერთი კონკურენტული საზღვაო ქალაქი იყოს ჩვენს სანაპიროზე. თან მე მგონია მიგრაციის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი რაღაც გაკეთება და თბილისიდან ეს მეორე თემაა და ერთ-ერთი მთავარი თემა პოლიცენტრულობა მარტო თბილისისთვის არა. პოლიცენტრულობა ჭირდება ჩვენ ქვეყანას. იმიტომ რომ აქაც ქვეყნის მასშტაბითაც რო შევხედოთ მონოცენტრული განვითარება თბილისში ვითარდებით მარტო და დანარჩენი ადგილები არის ხელუხლებელი თითქოს. როგორც თბილისში იყო, მაგრამ თბილისში მოხერხდა ის რომ დღეს უკვე პერიფერიებზე გადავიდა, ხო? სამშენებლო რაღაც დეველოპმენტი და იქ დაიწყეს ადამიანებმა უკვე ცხოვრება და სერვისებიც მიეწოდებათ, უკვე გზაც იქნება და ყველაფერი იქნება, ყველა სიკეთე. ესე უნდა განვითარდეს საქართველოც. კონცეპტუალური მიდგომით უნდა განვითარდეს სრულიად საქართველოს. რა თქმა უნდა და მე ვფიქრობ რომ აი უკვე კონკურსია გამოცხადებული საქართველოს სიფრის დაგეგმარების
კონცეფციასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ, რომ ვინც იქნება გამარჯვებული, ამას მიაქცევს ყურადღებას აუცილებლად. ბატონ მამუკა, ძალიან საინტერესოა, ასევე ბევრი ვისაუბრეთ თბილისზე და ალბათ საინტერესო არის თბილისის გარე მიდამოებში, მაგალითად ახლა ვიმყოფებით საგურამოში და თბილისთან აი ესე ახლოს მდგარ სივრცეებთან მიმართებაში ვიცი რომ გაქვთ ძალიან დიდი გამოცდილება, ნამუშევარი გაქვთ ამ ტერიტორიების სივრცით განვითარებაზე. თუ შეიძლება ორი სიტყვით რომ შევეხოთ, რა გამოწვევები იყო ამ სივრცეებთან მიმართებაში? გამოწვევები ისეთივე, როგორც სხვა ყველგან, ანუ გარკვეული ქაოტური პროცესები, ის რომ როგორც წესი განაშენიანების დეტალური გეგმით არ ვითარდებოდა ეს დასახლებები, ეს განაშენიანებები და ეს იწვევდა ძალიან ბევრ პრობლემას, ბუნებრივია, იმიტომ რომ უამრავი საკითხი არ იყო გათვალისწინებული. აი ამის მოწესრიგებას, განსაზღვრას სამშენებლო და არასამშენებლო ტერიტორიებისას და ამის სისტემატიზაციას მოუნდით ჩვენ, როდესაც აი მუშაობდით ამ ძალიან საინტერესო დოკუმენტზე მცხეთის მუნიციპალიტეტთან და დუშეთის მუნიციპალიტეტთან დამკვეთი იყო სივრცის დაგეგმარების სააგენტო და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო დოკუმენტი დაიდო, ანუ გარკვეული შეზღუდვებითაც, გარკვეული არეალებში მივეცით ჩვენ განვითარების საჭიროებას, ძირითადად სააგარაკე დასახლებისთვის, რა თქმა უნდა, სააგარაკე ფუნქცია, თუმცა ძალიან ფრთხილად მოვეპყარეთ იმ ეროვნულ ნაკრძალთან, ეროვნულ პარკთან სიახლოვესაც და აგრეთვე სატყეო მასივებია საკმაოდ ბევრი, საკმაოდ ისეთი მდინარეებიც, საინტერესო მდინარეებიც არის ამ ტერიტორიაზე. არის რაღაც მნიშვნელოვანი საკითხები, რომელსაც ჩვენ შევეხეთ იმ კუთხით, რომ მოწესრიგებულიყო, იმ კუთხით, რომ დეველოპერებს ცოდნოდათ გარკვეული თამაშის წესები და გედეგეს პარკლებში, ანუ განაშენიანების დეტალური გეგმის პარკლებში, მათ სწორედ ასე წარედგინათ თავიანთი წინადადებები, თავიანთი პროექტები და მე ვფიქრობ, რომ ეს გამოვიდა კიდევაც მოწონებულია ეს სააგენტოს მიერაც და დამტკიცებულია უკვე და მუნიციპალიტეტებში ჩვენ მქონდა ამაზე საუბარი და მუნიციპალიტეტები მზად არიან, რომ ნებართვები უკვე სხვა მეთოდიკით გასცენ და არა ისე როგორც ადრე ხდებოდა ხოლმე. განაშენიანების დეტალური გეგმები კეთდება შესაბამისი კვლევებით და შესაბამისი რეგლამენტების საფუძველზე. მგონი ეს სივრცე ყველაზე კარგი მაგალითია თუ როგორ უნდა გარავითაროს სწორად და აითვისოს სწორად ბუნებრივი რესურსები. პასუხობს აი იმ მოთხოვნებს და გამოწვევებს, რომლებიც ჩვენს სივრცის დაგეგმარების დოკუმენტში წარვადგინეთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. მადლობა. ბევრი რაღაც ვისწავლეთ დღეს. ამდენად. მადლობა მოსვლისთვის. პოდკასტის წარმოდგენია Dreamland Oasis Chakwi. Wellness უძრავი ქონების პირველი დეველოპერი საქართველოში. პოდკასტის პარტნიორია შინვუდი. მიწის ნაკვეთები ტყის შუაგულში. იდეალური ადგილი სახლის ასაშენებლად. თბილისიდან 23 კილომეტრში. საგურამოს მიმდებარედ. Property Leader Spotlight. უძრავი ქონების პირველი სექტორული პოდკასტი საქართველოში.